მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა გაიგეთოთ საერთოდ ახლა. თქვენი პირადი ცხოვრება ვნახოთ. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში. ერთი თვე იყოს, საშუალოდ პლუს-მინუს ერთი თვის განმავლობაში. რა მოხდება და რა ხდება თქვენ პირად ცხოვრებაში, რას უნდა ელოდოთ. იმისთვის რომ გავიგოთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, იდენტიფიკაციას დააკვირდით ხოლმე ყველა ვარიანტში. ვნახოთ რა ენერგიებში ხართ თქვენ, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. მიხართ რა ენერგიებში ხართ, გაშლები ორივე სქესისთვის არის ჩემი გაშლები და მაშინ როცა ამოგივარდებათ, მაშინ მოქმედებს. პენტაკლის დედოფალი ამოდის, თავად მიწისტიქის წარმომადგენელი შეიძლება ბრძანდებით, ეს არის კურო ქალწულიან დღეს რქის ნიშანი, მაგრამ საერთო გაშლაში აუცილებელი არ არის. ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან მიწიერი სიამოვნებებით კმაყოფილდება, ძალიან უყვარს თავის დაფასება, ასე ვთქვა, თავის ფასეულობა და სიძვირფასე ძალიან კარგად იცის ამ ადამიანმა. ძალიან კარგად შეუძლია ნებისმიერი ადამიანის დახმარების გარეშე თავის მოვლის საშუალებები იქნება, ეს თუ რაღაცა მოდური ჩასაცმელი იქნება, თუ კარგი მანქანა იქნება, თუ კარგი პარფიუმერია იქნება და კოსმეტიკური კარგი საშუალებები. ესე იგი არ მოაკლოს თავის თავს და ასევე იცის, რომ ძალიან ღირებული და ფასეული ქალია და ყველა, ესე იგი, როგორ არის ნათქვამი, მელა ვერ შეწყდაო. რაღაცნაირი ესეთი ანდაზაა დაახლოებით ეს მომდის ახლა გონებაში ეს ანდაზა, აი ესეთი ადამიანი ხართ, ყველა რო ვერ შეწყდება თქვენ სიმაღლეს, თქვენ ღირებულებას, ყველას ჯიბერო ვერ გაწვდება და მენტალურად იქნება ეს თუ ესეთი სულიერად მშვიდი მდგომარეობით თქვენით, რომელიც ამ კარტში აი ძალიან კარგად არის გამოხატული. ყველა ვერ შეგწვდებათ რასაკვირველია, ვერც ფინანსურად, ვერც მენტალურად, ვერც ვერანაირად, ამიტომ არის რაღაცნაირი ერთგვარი ბარიერი თქვენსა და ადამიანებს შორის. ბარიერი თქვენ არ ქმნით ამ ყველაფერს, თქვენ უბრალოდ იმდენად კარგად დარწმუნებული ხართ თქვენ თავში და თქვენ სიძლიერეში და თქვენ ღირებულებაში, თქვენი თავი იმდენად გიყვართ და აფასებთ საკუთარ მდგომარეობას, აი იმას, რაც დღესდღეობით გაგაჩნიათ და რაც ხართ დღესდღეობით. ბევრი რაღაცა შეიძლება ქარტეხილების გამოვლილი, მაგრამ სადამდეც მოხვედით, იმდენად კმაყოფილი ხართ, თვით კმაყოფილი და ბედნიერი, აი მადლობელი საკუთარი თავით, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ხელება წეული, ესე იგი დუმილით უბრალოდ ტკბება თქვენი მონაცემებით. ფიზიკური მონაცემები იქნება, ეს სულგრძელობა იქნება, ღირებულებები იქნება თქვენი ფსიქოლოგიური სულიერების და უფრო მეტად პენტაკლის დედოფალს აქვს ძალიან ისეთი მენტალური მდგომარეობა, რომ აი მიწიერი სიამოვნებები ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის, ფინანსური მდგომარეობა, სიმყარე, საერთოდ ამ ქვეყნიური ესეთი მდგრადობა ფინანსური მხრივ პირველ რიგში და მეორე ის რომ სტატუსი ძალიან ისეთი მყარი გაქვს, პენტაკლის დედოფალი ძალიან ხშირად არის გათხოვილი ქალბატონი და მეუღლის მაჩვენებელი. შეიძლება გყავთ თქვენი მეუღლე, არ არის გამორიცხული საერთო გაშლაში, მაგრამ აუცილებელი არ არის რასაკვირველია, იმიტომ რომ შეგახსენებთ, რომ საერთო გაშლა ყველასთვის ყველაფერი არ რეზონირებს, იდენტიფიკაციაც ყველა მაქსიმუმი არ იქნება, შეიძლება ზოგისთვის იყოს, ზოგისთვის საერთოდ არ იყოს. ამიტომ თუ არ დაემთხოვა ეს გაშლა, გადმოდით ჩემ გვერდზე და სხვა გაშლები აარჩიეთ, აბსოლუტურად არ შეზღუდოთ თქვენი თავი. უბრალოდ იდენტიფიკაციას ყვები ხოლმე, რომ მიხვდეთ რამდენად შეიძლება და რამდენად დაგემთხოვათ ეს გაშლა, რომ თავად მიხვდეთ თქვენზეა ეს გაშლა თუ არა. რაღაცა ტყუილს ქონდა თქვენი მხრიდან თუ ვიღაცის მხრიდან 7 ახლით ადგილი, ვისი მხრიდან იყო ეს? ოჯახში იყო ტყუილი, ღალატი, თქვენ იყავით მატყუარას როლში და მოღალატის როლში თუ თქვენი მეუღლე. ამ ყველაფრის გარკვევას არ დავიწყებ ახლა ამ გაშლაში, იმიტომ რომ თემატიკა გვაქვს პირადი ცხოვრების უახლოესი საშუალოდ პლუს-მინუს ერთი თვის ვადებში, აქედან გამომდინარე შესაძლებელია საერთოდ იყოს მაყურებელი ისეთი, რომელიცაც ოჯახი ყავს მაგალითად და
საერთოდ სხვა ადამიანმა უღალატა, ანუ მესამე მხარემ სასიყვარულო სამკუთხედები, ოთხკუთხედები არ არის გამორიცხული საერთო გაშლაში, იმიტომ რომ ბევრი მაყურებელი ხართ და ძალიან გთხოვთ, უმორჩილესად გააქტიურდით თქვენი ლაიკების, კომენტარების და გაზიარებების მხრივ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და თქვენთვისაც, ენერგოცვლისთვის ეს ყველაფერი, არა მხოლოდ ჩემთვის და იმისთვის, რომ ადამიანებმა, ვისაც გამოწერილი ვყავდით და დავკარგე ის გვერდი და გამიტეხეს, იცით, ეს ახალი გვერდია და ძალიან კოჭლობით მივდივართ ჯერჯერობით და ძალიან მჭირდება თქვენი თანადგომა ამ მხრივ და მაქსიმალურად გთხოვთ, რომ არ დაგეზაროთ, გააქტიურდით და გამოიწერეთ ჩემი გვერდი და აბსოლუტურად არ დაგეზაროთ ის ერთი დაკლიკვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში კონკრეტულად ჩემი გვერდის გააქტიურებისთვის და სხვა ადამიანებთან რეკომენდაციაში მოსახვედრად. შესაძლებელია გყავთ შვილი. პაჟი არის წარმოდგენილი, რომლის სწავლის პერიოდში ძალიან ჩაბმული ხართ ახლა და ერთგვარად ახალი სასწავლო წელი დაიწყო და ყოველას გილოცავთ, ვისაც შვილები გყავთ ან თქვენ სწავლის პერიოდში ხართ, შეიძლება დიდი ალბათობით აქ არის საუბარი თქვენი შვილის სწავლაზე, რომლის ენერგეტიკაში მაქსიმალურად ჩაბმული ხართ, ეს იქნება სწავლა, შემოსვა, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სასწავლო პერიოდის, ასე ვთქვათ, ერთგვარი ეიფორია მოდის ენერგეტიკული თქვენგან, რომ აი ამ ყველაფერში მაქსიმალურად ენერგიას, ფინანსს და ყველაფერს დებთ თქვენი მხრიდან, რაც მშობლის მხრიდან საჭიროა. ვისაც შვილები არ ყავთ, იმ ადამიანებისთვის იქნება, რომ თქვენ ხართ რაღაცნაირად სწავლის პერიოდში, რაღაცას შეისწავლეთ, რაღაცას გეკავთ, მიუხედავად ასაკისა შეიძლება 60 წლის ადამიანებიც უყურებდნენ, მაგრამ სწავლა სიბერემდეაო როგორც იტყვიან და ყველას გვაქვს ისეთი რაღაც თემატიკა, რომელიც გვაინტერესებს, რაღაც წყლოვანებების მიუხედავად ინტერნეტში იქნება თუ წიგნებში იქნება თუ სად იქნება, მაინც ნამდვილად შევისწავლით და ვქეკავთ და ვღებულობთ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციებს. ამიტომ ვისაც შვილები არ ყავთ, ეს არის ერთგვარი თქვენი დამოკიდებულება ახალ სპეციალობაზე, ახალ საქმიანობაზე, საკუთარ ბიზნესის გარკვევაზე, საკუთარ რაღაცეების შეცნობაზე. ნებისმიერ მომენტში პაჟი, ასე ვთქვათ, არის ადამიანი, რომელიც ქეკავს, სწავლობს მისთვის საინტერესო ინფორმაციებს და პაშხმლის ეს არის საერთოდ ძალიან ისეთი ინტრიგანი ტიპაჟი, ცოტა შპიონი ტიპაჟი და ყველაფერს აკვირდება აბსოლუტურად, ვინ რას როგორ აწოდებს მას ინფორმაციას და რა ანუ ესეთი ერთგვარი ღრუბელი ქართულად რო ქვია, იწოვს ინფორმაციებს ამ ველიდან. ინტერნეტი იქნება თუ წიგნები იქნება თუ საჭირო ადამიანები მისი ერთგვარი დამაკვალიანებელი და მასწავლებლების როლში. რაღაცა ღალატს აქვს თქვენ ურთიერთობაში ადგილი, თქვენ ღალატობთ თუ თქვენ ღალატობენ, ამას არ გავარკვევ. თქვენი პირადი ცხოვრება უახლოესი ერთი თვის განმავლობაში რას უნდა ელოდოთ? საყვარელ ადამიანთან მიმართებაშია საუბარი, თუ ოთხკუთხედში იმყოფებით, ამ შემთხვევაში მეუღლეს აღარ გულისხმობ იმ პიროვნებასთან, ვინც თქვენ გიყვართ და ვის მიმართაც ემოციური ფონი და ბალანსი გაქვთ. ძალიან კარგი მაღალი არკანები ამოდის, შუთი და მეხუთე მაღალი არკანი. იროფანტი, რომელიც ასევე შუთი არის ახალი საწყისი, ახალი გვერდი, ახალი რომანის საწყისი შეიძლება დააპდეითოთ, ასე ვთქვათ, ჭხალებში ერთგვარად თქვენი ემოციური ფონი ამ საყვარელ პიროვნებასთან მიმართებაში, რომელთან მიმართებაში 3 კარტიდან 3 მაღალი არკანი, შუთი, იროფანტი და მე-18 მაღალი არკანი მთვარე ამოდის, რომელთან მიმართებაში ძალიან ბევრი ეჭვები ქონდათ, ნიადაგი, ასე ვთქვათ. სწორედ აი ამ ღალატის შეიძლება თქვენ მეუღლეზეა საუბარი და დაქორწინებული ვინც ხართ, იმ ადამიანებისთვის იყოს ის, რომ ეჭვიანობის აი ესეთი უნდობლობა, ნისლი, ნეგატივი, ძალიან დიდი ემოციური ფონი ქონდათ თქვენ საყვარელ პიროვნებასთან მიმართებაში და ერთგვარად თქვენთვის იყო აი ძალიან ნისლით მოცული, რა შეიძლება თქვენმა პარტნიორმა გააკეთოს და რა არ შეიძლება გააკეთოს, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო ამ ეჭვიანობის ფონზე თქვენთვის ახალი გვერდის და აპდეითის, ასე ვთქვათ, წარმოდგენა, რომ რაღაცა დააპდეიტდება, მაგრამ ეს არის 3 კარტიდან 3 მაღალი არკანი და გინდათ თქვენ თუ არ გინდათ სამყარო აი ისეთ ვარიანტში მოახდენს, რაც ყველა ვარიანტში მოხდება და გარდაუვალია, მაღალ სულიერ საფეხურზეავა თქვენი მდგომარეობა, ეს მოწყენილობა და ღმერთო რატო არ გამომივიდა, რატო მიღალატეს, რატო უღალატე, ეს ყველაფერი ტრანსფორმაციას განიცდის, შეიცვლება 10-იან თასისკენ. მიიღეთ.